თუ კვლავ მიგვაჩნია, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, მაშინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება უნდა გავზარდოთ. სწორედ ამიტომ უკრაინასთან შევთანხმდით, რომ ჯამურად დრონებისთვის 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ეს უკრაინას საშუალებას აძლევს გააფართოვოს საკუთარი შესაძლებლობები და სრული პოტენციალი გამოიყენოს. ამასთან, რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიით სარგებელს მიიღებს ევროკავშირიც. თუმცა სამხედრო მხარდაჭერისთვის უკეთ სტრუქტურირებული გამოსავალი გვჭირდება და სწორედ ამიტომ წამოვაყენეს არეპარაციო ცესხის იდეა, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებზე იქნება დაფუძნებული. ცესხი ერთიანად არ გაიცემა, იგი გაიცემა ეტაპობრივად და გარკვეული პირობებით. ჩვენიცა უნდა დავიცვათ. ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რა მოხდა დრონებთან დაკავშირებით პოლონეთში, MiG-31-ებთან ესტონეთში და ახლა დანიაშიც. დანიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვადგენთ, რა დგას ამის უკან. მაგრამ რაც შეეხება პოლონეთსა და ესტონეთს, ცხადია, რომ ეს რუსების მხრიდან მოდის. ჯერ კიდევ ვაფასებთ, ეს განზრახ მოხდა თუ არა, მაგრამ თუნდაც წინასწარი განზრახვის გარეშე, ეს მაინც უპასუხისმგებლობაა და მიუღებელია. ამიტომ ჩვენიცა დაცული უნდა იყოს. დრონების კედლის ინიციატივა დროული და აუცილებელია. ჩვენ ვერ დავხარჯავთ მილიონობით ევროს ან დოლარს რაკეტებზე, რათა გავანადგუროთ დრონები, რომელთა ღირებულება მხოლოდ რამდენიმე $1000 შეადგენს. ასე რომ დრონების კედელი გვჭირდება.